მოჰყვება თუ არა ევროკავშირის სანქციები ბრიტანულ შავსიას. მას შემდეგ რაც ლონდონმა ივანიშვილის დეზინფორმაციული მანქანის 2 რუპორი იმედი და პოსტივი დაასანქცირა, ანალოგიური გადაწყვეტილების მოლოდინი ბრიუსელშიც გაჩნდა. ევროპულ ბლოკში ამ საკითხს დიდი ხანია განიხილავენ, ევროპარლამენტარები ღიად მოუწოდებენ ევროკომისიას გადადგას ქმედითი ნაბიჯები იმ ეგრეთ წოდებული მედია საშუალებების წინააღმდეგ, რომლებიც ანტიდასავლური პროპაგანდის წყაროდ იქცნენ. ბრიუსელს ამ მიმართულებით გამოცდილება უკვე აქვს. Russia Today რუსეთის პირველი არხი და სხვა კრემლისტური პლატფორმები ევროკავშირმა დიდი ხანია აკრძალა. რამდენადაა შესაძლებელი ეგრეთ წოდებული დომინოს ეფექტი, სალომე ლაბაძე აგრძელებს თემაზე ფორმულას პირდაპირ ეთერში საუბარს. ეხეს არა თუ შესაძლებელი, არამედ ამაზე მუშაობა ევროკავშირში ხვალიდანვე დაიწყება. სწორედ ეს გაირკვა კომენტარით, რომელიც რასა იუკნევიჩიანესთან ბრიუსელში ევროსკოპმა ჩაწერა. აქვე შეგახსენებთ, რომ იუკნევიჩიანე ერთ-ერთია იმ ევროპარლამენტარებს შორის, რომლებიც Russia Today-სა და Sputnik-ის დასანქცირების შემდეგ უკვე საქართველოში მოქმედი რუსული პროპაგანდისტული საშუალებების დასანქცირებასაც ითხოვენ. ასეთებად კი დიდმა ბრიტანეთმა საკუთარი სანქციებით უკვე შეაფასა როგორც ტელეკომპანია იმედი, ასევე ტელეკომპანია პოსტივი. ჩვენ მაყურებელს უკვე მოუყევით, რომ იუკნევიჩიანე გეგმავს ხვალ სწორედ ევროპარლამენტში საგარეო საქმეთა კომიტეტზე საქართველოს შესახებ მომზადებული ანგარიშის წარდგენას და როგორც ევროსკოპთან საუბრისას აღნიშნა, ევროპარლამენტარმა ის უკვე ხვალვე შეიტანს ამ ანგარიშში შესაბამის შესწორებას და ევროკავშირისგანაც მოითხოვს, რომ მანაც დაუწესოს დიდი ბრიტანეთის შემდეგ სანქციები რუსულ პროპაგანდისტულ საშუალებებს, რომლებიც საქართველოში ივანიშვილის რეჟიმის პირობებში მისი ხელშეწყობით და მისი ინტერესების შესაბამისად მოქმედებენ. თუმცა აქვე რასა იუკნევიჩიანე იმასაც აღნიშნავს, რომ იმის მიუხედავად, რომ იმედის პოსტივის და სხვა პროპაგანდისტული საშუალებების დასანქცირების მოთხოვნა ევროპარლამენტარების მხრიდან არაერთხელ გაისმა, ამ დრომდე გადაწყვეტილების მიღებას ისევ აფერხებს ივანიშვილის მოკავშირე ორბანის რეჟიმი და გამორიცხული არ არის, რომ წინააღმდეგობა უნგრეთმა ამ შემთხვევაშიც გასწიოს, თუმცა იუკნევიჩიანე იმასაც ამბობს, რომ გამოსავლის მოძებნა ამ შემთხვევაშიც კი შესაძლებელი იქნება. ეს ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია. ტასს ვუკრავ და ვულოცავ დიდ ბრიტანეთს ამ გადაწყვეტილებას. ჩვენ ევროპის პარლამენტში არაერთხელ მოგვითხოვია ჩვენი ხელისუფლების მიმართ, რომ იგივე გაეკეთებინათ, რადგან ფიქრობ არაა სამართლიანი პროპაგანდის არხების არსებობა. ისინი აკეთებენ შავ საქმეს ევროკავშირის წინააღმდეგ. ევროკავშირის შემთხვევაში უფრო რთულია გადაწყვეტილებების მიღება. ეს უნდა გკითხოთ ბატონ ვიქტორ ორბანს ან მის პარტიას. იცით, რომ ჩვენ გვჭირდება ერთი ნავი სანქციების დასაწესებლად, თუმცა ზოგ ინსტიტუცია შეუძლია უფრო მეტი გააკეთოს ასეთი პროპაგანდისტული არხების დასაბლოკად. რა თქმა უნდა, ამ საკითხს ჩვენ გავითვალისწინებთ ანგარიშის მოახლოებული განხილვის დროს. ჩვენ მას მალე წარვადგენთ და შევიტანთ შესწორებებს. დიდი ბრიტანეთი არის ყინულმჭრელი ამ მიმართულებით. საქართველოში სიტუაცია უარესდება, ამას ყველა ხედავს და ჩვენ რეალობას ავსახავთ ამ დოკუმენტში. სიტუაცია სამწუხაროდ საერთოდ არ მიხარია. ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რომ ქართველი ხალხის ხმა არ ესმის ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას. შეიძლება ისინი ელოდებიან გარკვეულ მხარდაჭერას არადემოკრატიული ქვეყნების მხრიდან, თუმცა ვფიქრობ ეს მხოლოდ დროებითია. ქართველი ხალხი არასდროს დათანხმდება არაევროპული გზის არჩევას. ჩვენ მათ დავეხმარებით და მხარს დავუჭერთ. დიდი ბრიტანეთის შემდეგ უკვე ევროკავშირმაც რომ შესაძლოა დაასანქციროს როგორც ტელეკომპანია იმედი, ასევე ტელეკომპანია პოსტივი და ოცნების სხვა პროპაგანდისტული საშუალებები, ამას არ გამორიცხავს არც ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოს გერმანიის ელჩიც, რომელსაც ჩვენ თბილისში ვესაუბრეთ. პეტერ ფიშერი, რომელიც აქვე თქვათ, რომ ქართული ოცნების განსაკუთრებულ სამიზნეს წარმოადგენს და შესაბამისად ხშირად არის ხოლმე ოცნების პროპაგანდისტული საშუალებების შეტევის ობიექტიც, აღნიშნავს, რომ მისი დაკვირვებით იმედი და პოსტივი საზოგადოებას როგორც წესი სთავაზობენ არა ახალ ამბებს, რაც მედიის ძირითადი ფუნქცია, არამედ დაკავებული არიან პროპაგანდით, რომელიც რუსეთის კრემლის რიტორიკის შესაბამისია და ემსახურება კრემლის მიზნებს, მათ შორის მან გამოყო ნარატივი, რომელსაც აქტიურად ავრცელებენ ხოლმე პროპაგანდისტული საშუალებები და რომლის მიხედვითაც ევროკავშირში თითქოს ყველაფერი ინგრევა, რომ ევროპული გაერთიანება არის საშინელება და საქართველოს მოქალაქეებს ამ გაერთიანებაში გაწევრიანებით კარგი მომავალი არ ელოდებათ. სწორედ ამის გამო, ამის გათვალისწინებით და იმის გათვალისწინებითაც, რომ ევროკავშირისთვისაც პრიორიტეტია ებრძოლოს საგარეო ჩარევას, მათ შორის პირველ რიგში რუსეთის ჩარევას, ევროკავშირის ელჩი, უბრალოდ გერმანიის ელჩი საქართველოში არ გამორიცხავს, რომ უკვე ბრიუსელმაც მიიღოს გადაწყვეტილება ოცნების პროპაგანდისტული საშუალებების დასანქცირების შესახებ.
ჩემი დაკვირვებით ეს არხები აკეთებენ ძალიან ცოტა ნიუს და ძირითადად პროპაგანდით არიან დაკავებულები. მათი ნარატივი მჭიდროდ ასოცირდება რუსეთის ნარატივთან. დეზინფორმაცია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ნაწილია. როცა ისინი იტყუებიან ამ სამხედრო შეჭრის მიზეზზე, ისე წარმოაჩენენ თითქოს რუსეთის გამარჯვება გარდაუვალია, რაც ასე არ არის და იტყუებიან დასავლეთის შესახებ. თითქოს ჩვენთან ყველაფერი ინგრევა. ყოველდღე ისინი უხსნიან იმედსა და პოსტივის მაყურებლებს, რომ ევროკავშირის საშინელებაა, ასე რომ დიახ, ეს არხები პროპაგანდის სადგურები არიან. რაც შეეხება ევროკავშირის რეაგირებას, ჩვენ ვცდილობთ სათანადო ზომების მიღებას რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ, რომელიც ძალიან ძლიერია. ასე რომ დიახ, თეორიულად ეს შესაძლებელია. დღეს არის უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავი. ბრიტანეთის მთავრობამ წარმოადგინა სანქციების ახალი პაკეტი 300-ზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირის მიმართ. მასში შედის რუსული კომპანიები, რომლებიც ნავთობით ვაჭრობენ, ასევე არარუსული კომპანიები, რომლებიც ყიდიან საწვავს, ასევე ეხება ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერებს და ასევე კომპანიები, რომლებიც წინა პლანზე აყენებენ დეზინფორმაციასა და ყალბ ნარატივებს უკრაინის სუვერენიტეტის გასანადგურებლად. ეს არის დიდი პაკეტი და ყველა ინფორმაცია ხელმისაწვდომია. ეს არის სიგნალი საერთაშორისო საზოგადოებისადმი, რომ ბრიტანეთი დგას უკრაინის გვერდით და გაზრდის საფასურს რუსეთისთვის. დიდმა ბრიტანეთმა, როგორც ეს ბრიტანეთის ელჩისგანაც მოისმინეთ, პოსტივი და იმედი რუსულ პროპაგანდაში, რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ სუბიექტებად მიიჩნია და ისინი სწორედ ამ ნიშნით დაასანქცირა. ამ ნიშნით კი ტელევიზიების სანქცირების გამოცდილება უკვე აქვს ევროკავშირსაც, რომელმაც 2022 წლის მარტში სანქციები დაუწესა Russia Today-ს და Sputnik-ს, რის შემდეგაც ამ ორ რუსულ ტელევიზიას, ამ რუსულ მედია საშუალებას ევროკავშირის მასშტაბით აიკრძალა როგორც მაუწყებლობა, ასევე რეკლამირება.